მოგიდეთ მეგობრებო, რომელი საათია? რომელი საათი? 2:09-ია და მე აქ მოვედი პირველის ნახევარზე. ხო და ყავა რო გამიცივდა, ეხლა რა უთხრა რესპონდენტს? მაგრამ ისეთი საყვარელი გოგო იქნება დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, რომ არ ამგონია რომ რაღაც პრეტენზია გამოთქვას. გველოდება უკვე ატელიეში. აბა თუ მიხვდებით, პრაკო მექვაბიძე. თუმცა ერთი პრობლემა ის მაქვს, რომ არ მახსოვს რომელია ტკბილი და რომელია უშაქრო. გადარბენაზე ხარ, ხო? თაკო რა, კარგად გამოიყურები. გამარჯობა. ნუ როგორც ყოველთვის ჩემი ტკბილი გოგო. აქ ძალიან კაია და ულამაზესია ეს ახალი ყველაფერი, მაგრამ გარეთ უნდა გამოგიყვანო. საქართველოს კაბებიც აა? კი ბატონო. აბა ახალი ხაზი არ იცოდი? არა. ყოველთვის მინდოდა და რაღაც მივედი იმ ეტაპზე, რომ უკვე ამის დროც არის. შენ ისეთ ნიჭიერი ხარ და ზოგადად იმ ხოლმე შესაძლებლობის და პოტენციალის ადამიანი ხარ, რომ მე ვფიქრობ, რომ კიდე ბევრ საინტერესო ამბავს შემოგთავაზებ. და ჩავისეირნოთ. ოღონდ დამავიწყდა რომელია შაქრიანი და მე მგონი ეს უშაქროა. შენ ხომ მომიტანე ყავა და მეც დაგახვედი, მაგრამ ჯერ არ გახსნაი რომ ვივლით და რაღაცა მივალთ, ის მე ყველაფერს ისტორია მიყვარს რომ ახლავს და ამასაც მე მოგიყვანო. აუ ძალიან დიდი მადლობა. ფათაშორის ვიფიქრე რა ჩამეცვა და საბოლოო ჯამში სისადავე ვამჯობინე რომ რაღაცა ვიცოდი რომ კრიტიკას არ დავიმსახურებ. არას არ იმსახურებ, რას ლაპარაკობ. ძალიან გემოვნებიანად გაცვია ყოველთვის. მადლობა. ისე აფასებ ხოლმე ადამიანს იროვნულად ჩაცმულობის მიხედვით? არა, იმიტომ რომ ეს ჩემი თემა არ არის. მე არ ვარ მოდის კრიტიკოსი. მე შეიძლება რაღაცა მომეწონოს, არ მომეწონოს, მაგრამ თუ არ მეკითხებიან, ჩემს აზრს არაზრს ესე. ხო, მაგრამ ხო გააქვს შენი აზრი. შენ არ გამოხატავ, მაგრამ ამის მიხედვით ადამიანის შინაარსი შეიძლება რომ ამოიცნო? კი, იმიტომ რომ ხო ტანსაცმელი ადამიანის იდენტობას ძალიან გამოხატავს. პირველი მაინც ჩემი თვალი 60-ზე მიდის, ნაკერებზე მიდის, აი ჯიბეთუა ჯიბის ნაკერს, აი რაღაცნაირად ეს ავტომატურ რეჟიმში, აი უფრო მეტად ალბათ, იმიტომ კი არა რომ გემოვნებითაცია და არა, უფრო დეტალებს ხო, უფრო დეტალებს ვაკვირდები. ფერებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განწყობას ქმნის ფერი სანა პროგრამებს? მე ვფიქრობ, რომ ცვლის რა, კარგ განწყობაზე გაყენებს, აი მზეს ხო, მზეზე რომ გავალთ, ხო, კარგ განწყობაზე ვარ და ეხასა ვიმხდები. იგივეა ფერი. აი მე ყოველთვის კრიტიკის ის ვიყავი, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა არასდროს. ვარ ძალიან ჭკვიალა და ძალიან ფერადი. აი რა განწყობაც გაქვს აი აქედან. ხო, იმას აკეთებ და მე მიყვარს სადღესასწაულო ტანსაცმელზე მუშაობა და ეს ალბათ რაღაცა თანხმედრაში არის ალბათ. სხვათა შორის ერთჩვენიერ დღეს, როდესაც გავაღე საკუთარი გარდერობი, უცებ რეფლექსიასავით მქონდა და უცებ თითქოს პირველად დავინახე ჩემი ტანსაცმელი, აღმოვაჩინე, რომ ნახევარი იყო შავი, ნახევარი ნაცრისფერი. ხო და ზოგადად ქართველებს რატო გვიყვარს ეს შავი? როგორ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ შავი ფერი არ უნდა გვიყვარდეს, გიჟდები, მიყვარს, კლასიკური ფერია, დომინანტი ფერია, ყველაფერთან კი რა, ყველაფერთან შედის სინთეზში. ვიცი რა, იმ შავ ფერსაც თავისი ადგილი აქვს. მეც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვიყენებ. აი ბაზისური შავი კაბაკა ჩაიცვი. აი რაღაცა პიჯაკი მოიხურე, აი რაღაცა ჩანთაკი, უკვე მალე მორჩა მოფორმაშა. ბევრი ფიქრი არ გჭირდება, რომ რა მოუხდება და აი აქ ცოტა ჭყვიალა ფერებზე მივდივართ, ღია ფერებზე ცოტა სიფრთხილეა საჭირო. პრობლემა შენ არ გაქვს, მაგრამ მე მაგალითად წონის პრობლემა მაქვს და ამ ბოლო დროს რო ვიცმევ მუქ ფერს, ამდენი მუქი ერთად აღარ ჩამიცვია, რავი, ალბათ ბევრი. მონასაც ფარავს, ხო რა? კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდად ფარავს. შეგვიძლია რომ 1-3-4 კილო მოვიტყუოთ. სხვათა შორის ამას ხშირად ვამბობ ხოლმე. მაგრამ კიდე უფრო ხშირად მინდა რომ გავიმეორო, როცა მოგზაურობ დასავლეთში. შუახნის და ასაკოვანი ხანდაზმული ადამიანები პრაქტიკულად ერთი მოხუცი არ შეგხვდება მუქ ფერებში, შავ ფერებში შემოსილი. ხერო ბებიები გახთებით ეს ტენდენცია ხო, მე ყველას მოუწოდებ, რომ აი მეთქი ჩაიწვით ღია ფერი. იცით რა მინდა აღვნიშნო? რა ადრე ფილისთან განსხვავებით, ჩვენთან უფრო თამამად იცმევდნენ ღია ფერებს. ალბათ ეს განაპირობებს, რომ სხვა მაინც ტურისტული ქალაქია რაღაცა და ამიტომ ალბათ უფრო ჩვენთან ეგ არ იყო. და მაღალ თანაჭარაში როგორი ჭრელი ბებოები ყავს? ხო, და როგორი ნაქარგები აქვს. კი, სხვათა შორის ემოაჭარაში ყველაფერი ფერადი და ჭყვიალაა. და კი არიან ბედნიერები. ალბათ მაგიტომ მიყვარს მეც ეს. აჭარელი არ ვარ, მაგრამ ვიბრალებ ხა აჭარლობას. ჩემი რა ვიცი, რამდენი თაობა, 6 თაობა უკვე აქ არის. ალბათ მოქმედებს ეგ. ეხა უნდა მომიყვა შენ რანაირად მოახერხე და რანაირად შემოსე Kendall Jenner-ი, Katy Perry, Christina Aguilera, ხო? მართლა, რას თქო რა? მე არ ვიცოდი.
მოდი დავიწყოთ იქედან რომ თავიდანვე ბაღში ვიცოდი უკვე რომ უნდა ვყოფილიყავი დიზაინერი, მაგრამ ყოველთვის თავში მქონდა რომ ჩემი ოცნება იყო რომ ვარსკვლავებს ჩაეცვათ. ჩემი ოცნება იყო რომ ჩემი ტანსაცმელები მენახა სცენაზე. აი მახსოვს დინასტიას უყურებდი ფილმს, ესეც სერიალი იყო და ეს ჩემი ძალიან დიდი ინსპირაცია იყო მე მაგაზე კიდევ ჯონ კოლინსი. საოცარი ქურქები ეცვა მაქალს. კი, საოცარი ქურქები და საოცარი ფერები. მოკლედ ბავშვობიდან მინდოდა რომ ჩემი სამოსი მცმოდა ვარსკვლავებს. პირველი ჩემი სამოსი ვარსკვლავებიდან ჩაიცვა მეისი გრეი. მართლა? კი, 2010 წელს. და მეისი გრეი არის ჩვენი ბავშვობის კუმირი. აი, კი, კუმირი. აი, კი, ჩამოსული რომ იყოს 2000 წელს მე ახალი გახსნილი მქონდა მაღაზია. კერავმა არასწორად შეკერა მოკლედ კაბა. ვუყურებ ამ კაბას და ვფიქრობ, რა ეს კაბა არის ზუსტად მეისი გრეის. აი, მეისი გრეი არის ბათუმში და მე ეს კაბა უნდა ვაჩუქო მეისი გრეის და მოხდა ისე რომ ჩემი მეგობრების საშუალებით გადავეცი ეს კაბა. მახსოვს რომ არც პარკი არ მქონდა, არც ბრენდი არ მქონდა, არაფერი. ბალიშვები მქონდა დაბრენდილი თაკო მექვაბის ერთადერთი ეს და სხვათა შორის ჩემი ქმარი მაწოდებს ხოლმე ზოგჯერ რაღაც. აი მითხარ აი მოდი ესე გააკეთე, ამაში ჩადე, ავიღე ეს ბალიში, გადავჭერი, თასმები გავუკეთე და ესე ჩავდე ეს კაბა და გავუგზავნე. მოკლედ მეორე დღეს მახსოვს რაღაცა გადაღება მქონდა. დილით მირეკავს ტელეფონი და პასუხობ ჩემი მეგობარი იყო ლევანი და ლევანი მეუნება რომ თაკო მეისი გრეის უნდა შენთან ლაპარაკი და ვაიმე რა დამემართა მეთქი საწავი და რუსთაველზე ვიყავ ვაიმე რა ვქნა მეუნებოდა რომ აი საიდან მივხვდიო ზომაო ფერიო მე რომ მომწონსო ისეთი აი ბუმბულები მოსწონს რა მას ძალიან და ქსოვილიდან მქონდა რაღაც იმიტაცია ბუმბულების გაკეთებული და ნუ მოკლედ გაგიჟდა და გადაიდე და მიყვარხა და ნუ მეც მიყვარხა და ტიროდი აი ეს იყო ჩემი პირველი ვარსკვლავისთან როგორი ურთიერთობა კომუნიკაცია მეორე იყო ნასტასია კინსკი რომელიც აქ იყო ჩამოსული შემოვიდა მაღაზიაში იყო ჩამოსული და ყიდვა დააპირა და რა თქმა უნდა არ ვაყიდინე და ვაჩუქე და ეგ იყო რაც თავიდან ხსენდება. უკვე სერიოზულ დონეზე რაც გადავედით 2019 წლიდან, ალბათ იცით, ქართველი გოგონა, რომელიც LA-ში ცხოვრობს, თათა ქართველიშვილი და აგენტი და არა მარტო მე ბევრ ქართულ დიზაინერს ხელს უწყობს და რა ვიცი მე იმდენი მადლობა მინდა გადაუხადა თქვენი ეთერი მინდა რომ გამოვიყენო და ვუთხრა მას უდიდესი მადლობა იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში იმხელა რაღაცა გააკეთა რომ აი ვერასოდეს ვერ გავაკეთებდი მე მარტო რო ჩავედი LA-ში ჩვენება რომ მქონდა თათასთან ისეთი ვარსკვლავები მოდიოდნენ ვარსკვლავების სტილისტები მოდიოდნენ რომ მეუნებოდნენ რომ ნიჭიერი ხარო ცოტა დაბნეული ვიყავი იმიტომ რომ რა ვიცი არ ვიყავი განებივრებული ამ ასეთი ქებადიდები დღეს ჩათვლით უკვე 58 ვარსკვლავს აცვია ჩვენი სამოსი ჰოლივუდში. ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო რომ გამختارიყავი მოდელიორი. თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი რომ ეს ლამაზი შველებით გოგონები რომ ჩამოივლიდნენ და ბოლოს რომ მე გამოვყვებოდი ეს დღემდე მაქვს ეს სიზმრები ტეტა მდგომარეობაში რომ გადადიხარ ხო იცი მაგ დროს მოდის ოღონდ ძალიან რაღაცა პომპეზური კაბები და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ რატო ვამბობ ეხა რატო მოვაყოლე ეხა ეს ამბავი. ვერავიხთინე მე ჩემი ოცნება. გარდა ამ ნიჭისა, სურვილისა, мотиваციისა და ასე შემდეგ. დიდი რაღაცა ფინანსური წყაროც ხო არის საჭირო? კი, ჩემი ოჯახი მე რომ ესე მორალურად, ფინანსურად რაც რო არ დამდგომოდნენ, ვერაფერს ვერ ვიზამდი. რთულია მაგრამ მიღწევადია ყველაფერი, როდესაც ძალიან გინდა, ყველაფერი გამოჩნდება. ესე ძალიან არ მინდოდა, ესე. აი, ესე კი ძალიან არ გინდა. დაუბრუნდეთ ისევ კეტი პერის და ვარსკვლავების თემას და აი შენი შეგრძნებები როგორი იყო, რომ აი პირველად დაინახე, შენი სამოსით საჯაროდ გამონავარდებული ისინი ვარსკვლავები. აი არ ვიცი. პირველად რომ რაღაცა ესეთი ისინი მომდიოდა თაგები რომ ახლა ამან ჩაიცვა ტიკტოკერმა ჩარლი დემელიომ ჩაიცვა აი რაღაცა არ მეგონა რეალური ამბავი რა ნელა მართლა დამჭირდა შეგვებო რომ ეს მართლა ჩემია მე შევეჩვიე რა მინდა რომ კიდე უფრო ბევრმა უფრო მეგამ ჩაიცვას და უფრო ბევრი კონდეს პლეისმენტი აი თვითონ სტილი ბათუმური თუ იგრძნობა და თუ გვაქვს მესამე რიგი მეშვიდე მაღაზია თუ გვაქვს ბათუმს აქვს თავისი სტილი აი ქალაქებს რო შეადარო იქ თქვათ თუნდაც ქუთაის თბილისს რაღაცა შეიძლება რომ გამოიკვეთოს კი ჩვენთან უფრო
მამათაც ვიათ, აი დეკოლტე, მინი, მოკლე, აი შეადარეთ ხო, კი, ბათუმში ვიდრე თბილისში, ქუთაისში, კი. ჩვენთან აი ბიჭებზე სულ შორტებით დადიან და ჩუსტებით. სვის ჩუსტებით. თბილისში მაგას ვერ ნახავდი, ეხაც ვერ ნახავ დიდად. მე ზოგჯერ სამსახურში ზღვის ჩუსტებით დავდივარ. მეც. შეიძლება პიჟამოთიც გამოხვიდე. თბილისში შორტებით. პიჟამოთიც გამოსულვარ სხვათა შორის, შაუმიანის და სტალინის კუთხეში რო კაფე, იქ მჯდარ ვარ პიჟამოთი. აი ეს ხალათითაც. კარჩა, ცოტა როგორი ყველაფერს ხალათია, იცი? მოყვებით ახლა მე. ელეის გავს ბათუმი, რა ხო იცი, იქ შუსტი რაღაცა ბუშლა და სუსტად ასე რა. ცოტა უკომპლექტო ხალხი ვარ. რაღაცა დემნასეული ხარ საბოლოოდ. იცი რა არის იმდენად უშუალო ხარ და იმდენად რაღაცა თავმდაბალი ხარ, რომ შენი თავმდაბლობიდან გამომდინარე ვერ აღვიქვამთ რეალურად რა მასშტაბებზე ხარ გასული. რა ვიცი, აღთლად ეგეთ თავმდაბალიც არ ვარ, მაგრამ უბრალოდ ახლა ბევრჯერ ერთხელ რო იტყვი, ორჯერ რო იტყვი, სამჯერ, ამდენჯერ ვილაპარაკო, რომ კენდელ ჯენერმა ჩაიცვა. რაღაცა მგონია, რომ აი ხალხს არ მინდა რომ მოვაბეზრო, რომ ხალხს რა უნდა მოაბეზრო, არ იცის ხალხმა და ერთხელ მაინც ხო უნდა უთხრა. ანუ მე არ ვიცოდი. შენ ინსტაგრამზე რო აქტიურობ, მაყურებელი სხვა არის. ხო და აი ხა დავიწყო თავიდან მოგვიყევი ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ გავითარდა შენი კარიერული წინსვლა. Jennifer Hudson. ეს ბოლო პლეისმენტი იყო სხვათა შორის. ეს არის რაღაცა მეგა ჟურნალისტი ერთ-ერთ შოუსი ნიუ-იორკში და მასაც აცვია შენი 60. სხვათა შორის ორივე ტრენჩი ეცვა, ერთი იყო ბორდოსფერი ტრენჩი, რომელიც საახალწლო რაღაცა კლიპში მიიღო მონაწილეობა და იქ ეცვა. მერე იყო ფოტოსესია ქონდა ჩემი ეკოტყავის შავი ტრენჩი ეცვა. კიდე სხვათა შორის გუშინ წინ იყო კიდე აღარ მახსოვს სახელები ცნობილი ვარსკვლავების სახელები არა. ცნობილი წამყვანი ვარდისფერი ჩემი ეს ძალიან ცნობილია შემ დაკუჭული კაბა. ეგეცვა სხვათა შორის ძალიან კარგად მოირგო. მოგუნიშნა ერთი 3 დღის უკან. ეს ბოლო რაც მახსენდება, ბოლო პლეისმენტები იქ ქონდა ეგ. ასევე რაღაცა ტრამპის არჩევნების თემაშიც მოხდა შენი ერთ-ერთი 300. რომელიღაც არჩევნების ის იყო, რა ქვია, PR კამპანია და ერთ-ერთი ჟურნალისტი ჩააცვეს თათალას PR კომპანიამ ჩემი 60 ესე ვარდისფერი ლამაზი კაბა ძალიან და წერია ხმამიეცი უკავია ესეთი ისა ბანერი და იქ აცვია და იქ წერია ყველგან სადაც გაშუქთა მე და იმასა ყველგან წერა რომ ამ კაბის ავტორი თაკო მექვავიზეა. ჩვენთან ძალიან კაი პროექტი იყო Mercedes-Benz Fashion Week-ი. ძალიან კარგი და ძალიან ბევრი დადებითი რაღაცა მომიტანა და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო აქაც სოფოჭყონიას ბევრი წვლილი აქვს ჩვენს განვითარებაში. სამწუხაროდ ეს ხლა რაღაცა დაპაუზებულია და ეგეთი პროექტები ძალიან ბევრი უნდა იყოს, კარგი ხარისხიანი ოღონდ. გული მტკივა და მაწუხებს ძალიან დაბალი დონის პროექტები აკეთებენ და აი ეს მოდის იმას უგდებს ფას პლანკას, რა ვიცი როგორ თქვა ეს ქართულად. ხარისხიანი პროექტები უნდა იყოს, რათა ჩვენ განვითარდეთ. მე ვფიქრობ, მე საქართველოში უკვე ამოვწურე Fashion Week-ების პერიოდი, რა. ამბავში გადავედი, უფრო შოურუმებზე მირჩევნია რომ მივიღო მონაწილეობა, უფრო ჩემი პრივატული ჩვენებები ვაკეთო და რაღაცა ამის ჩემს ქვეყანას გამოვადგე, ჩემ ქალაქს გამოვადგე. ერთი რითიც მე ვამაყო მართლა და მინშემილია ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენება, რაც თუ კი მქონია ცხოვრებაში, ეს იყო კრუიზი. პირველად გავაკეთე საქართველოში მე კრუიზი ჩემს ქალაქში. ამისთვის ძალიან ბევრი წლები ვემზადებოდი, იმიტომ რომ თავიდან თქვი რომ მე თუ გავაკეთებ ჩემს ქალაქში ჩვენებას, ეს იქნება ძალიან კარგი და ძალიან პასუხისგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ხალხის ხელშეწყობით და მეგობრების და მთელი ჩემი ბათუმის და ყველა ხელი შემიწყო და გავაკეთე ეს კრუიზი. ზუსტად იმ პერიოდში მოხდა რომ კენდელ ჯენერმა ჩაიცვა ჩემი ლუკი და მაშინ ამერიკაში კერძოდ უკვე ჩემი სახელი უფრო გავარდა, ხო. და ეს გამოვიყენე, რა თქმა უნდა.
მაგის ფარგლებში ყველას მივწერე, ნუ ვინც ყავდა ვოგი, ზოე მაგაზინი, სასწაული ელოფიშელი და დავპატიჟე რომ მეთქი თუ ჩამოხვალთ საქართველოში და კერძოდ ბათუმში 80% დაწერეთ ბათუმზე, 20% დაწერეთ თაკოზე და მართლაც აი გაგიჟებულები იყვნენ. ვოგმა თრევერზე საერთოდ არ წელს ვოგი, კეიცი და ვოგმა დაწერა თრეველზე. 4 მიზეზი სექტემბერში რატო უნდა დაისვენო ბათუმში. ყველაფერი გააშუქეს. ეს მარტო ერთი ვოგის მაგალითი მოგიყვანდა. ყველამ და ყველამ როგორ გააკეთა, იცი, თითო სტატიები. ერთი სტატია მე მომიზღნა, ერთი სტატია ბათუმს მოუწოდა. მერე იყო პანდემია მოხდა, მერე მესამე გავაჩინე და ვერ მოხერხდა რაღაც მიზეზების და გამო და კიდე მინდა გავაკეთო, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება მარტო ჩემი. მე მინდა რომ ბევრ ახალგაზრდა შეუწყო ხელი, ბევრი ემიგრანტი გყავს. უნიკალური ნიჭის პატრონები, მხატვრები. ეგენი მინდა რომ ჩამოვიყვანოთ, გავაცნო. მოკლედ ეგეთი რაღაცა კოლაბორაციები უნდა გავაკეთო. აუცილებლად ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და მომავალში ამ პროექტს აი ნამდვილად ვაჩუქებ ჩემს ქალაქს. რაღაცა შეიქმნა ეგეთი მე მაინც ვიტყვი რომ ილუზია რომ მაინც და მაინც უნდა წახვიდე დედაქალაქში რომ რაღაცა მეც მიაღწიო შენი შემთხვევა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმიტომ რომ ბათუმი არ დაგიტოვებია საცხოვრებელს გულისხმობ ისე გაარღვია და აი მართლა რაღაცა მსოფლიო ვარსკვლავებს აცვიათ შენი სამოს აქაც შეგვიძლია ჩვენ ვაკეთოთ რაღაცეები და მსოფლიომ გვაღიაროს. მე რო გავაკეთე კრუიზი, ყველანაირად ვეძებდი რომ ჩვენი ბათუმელები ყოფილიყო ჩემს ირგვლივ. იმდენი მუსიკოსი, იმდენი ყველა ბათუმიდანაა ხალხნო. ბათუმი არის ერთი დიდი კულტურული ქალაქი, სადაც იბადებიან ხელოვანი ხალხი. ბევრი რამ მუშაობს ამაზე. ნამდვილად და რატო უნდა გავიქცე და სხვაგან რატო უნდა იმას აი პირიქით ჩვენს ერთმანეთს ხელს შეუწყობთ. სოფლიოც გაგვიცნობს. ასე რომ იფიქრებს მერე ყველა და გაქცევაზე რო არ ექნება თვალი, ეს ქალაქიც განვითარდება, იმიტომ რომ სხვანაირად, ყველა თუ წავედით, რანაირად განვითარდება ეს ქალაქი. მე მაგალითად რო უმუშაობ ჩემ ქალაქში, აი როგორ მუშაობ, იცი თან ვისვენებ. აი წარმოგიდგენ ახლა რომ გაივლი ახლა წახვალ. ეს უკვე დასვენება, ქაოსი არ არის რა. ასე თუ ის ახლა ცოტა ბათუმი გადიდდა და ისეთი შეიძლება 7 რო ადრე რო იყო რამოდენიმე წლის უკან არ იყოს, მაგრამ მაინც შედარება არაა რა. ჩვენი ქალაქი არის ნამდვილად ევროპული და აუ აქ ბზეში ძალიან გაასწორე. ხო და გავუთქვი. ხო არ ვიდგეთ. კი ვიდგეთ ცოტა. ცოტა ხმაურს გავწდეთ და შეგვიძლია ვიდგეთ. უკვე მეოთხე ფაქტი ფიქსირდება, რომ ესე მაჩერებენ და ძალიან კარგად გაცვიათ უთქვამს. სლავური წარმოშობის ადამიანს. სხვადასხვა ბლოგებზეც მხდება, ამათი დაკვირვებით ზოგადად ქართველები გემოვნებიანი ხალხი ვართ. შენი ხედვა როგორია? სამოდელო, კულტურის, კარიერის, შოუ-ბიზნესის განვითარება საქართველოში. აუცილებელია კარგი პროექტები. კარგი სტუმრები. აი ჩამოსული სტუმრები, ვინცაც ამ მოდაში სიტყვა ეთქმის, ვისაც აი შეუულია დაუშვათ, რომ აი მაგალითად აი შენი პროდუქტი გაიტანოს, ისეთ ადგილას გაიტანოს, რომ იქ აი კარგად დაინახონ, კარგად გაყიდონ. კოლექციას აჩვენებ და მე ინტერესდება, აი როგორც ნახე, ქართველების გვაქვს მაგის პოტენციალი, რომ როგორც ღვინოა ეხა ძალიან ცნობილი და გავიდა, ნუ საზღვარგარეთ იგივე მოდა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი მოდის მხრივ თან ეხა დამატებული ის რომ დემნამ ჩვენი სტატუსი ძალიან მაღლა აწია დემნა იქ მარტო დემნა არა დავით კომა ბლუმარინის ხო პატარა ის არ არის რა ქვია სახლი კლიატურნიო დირექტორი რამდენი გვყავს ხო ეხლა ჩვენ ქართველებზე უფრო მეტი მოთხოვნა უფრო მეტ გვიყურებენ და უფრო მეტი შანსი გვაქვს იმის რომ კიდევ უფრო და უფრო წინ წავიდეთ ხო მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა ითაოსო ხო აი მე მგონი სამოდელო მინისტრი გვჭირდება სამოდელო აი მილანის კვირეული პარიზის კვირეული ეგეთი ბათუმის კვირეულიც რო იყოს რა მაგარი ზუსტად ეგაა მე რაც მინდა კრუიზი რატომაც არა კრუიზი იქნება ეგრე ვიქებ თავს მაგრამ გემით დაამბები არა ეგ აბა კრუიზი არის შვალედური ჩვენება კრუიზი შენ გემით გასწრებ მე მეთქი ალბათ გემით რაღაცები და ჩატარდეს პორტიდან გავალთ მოდელები ოპერატორები
ლუქს ბრენდები აკეთებენ კრუიზის ჩვენებებს და აი მინდა რომ ეს ერთი კი არ იყოს ერთდღიანი, იყოს კვირეული, იყოს გამოფენები, ფოტო ხელოვნება, იქ ფერწერაც, იქ აი მთლიანად არტი რა, ხელოვნების არტი რაღაცნაირად ესე რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს სფერო დემნას ქვეყანაში მე ვფიქრობ და თვითონ ცოტა ისე დემნამაც რომ შეიწუხოს თავი რა მოხდა. ახლა ალბათ მოიცლის ჩვენთვისაც. აი წარმოვიდგენთ აკო რაღაცა ბათუმის კვირეული და აი ეს მსოფლიო ბრენდები. წარმოგიდგენია ტურიზმისთვის რა მაგარი იქნება ეს? და იცი როგორი ადვილად მისაღწევია ეგ? აი იმდენი კარგი ლოკაცია რომ საოცარი ჩვენებები გაკეთდეს. მე საზღვარგაცას მიდვარ, ვეძებ რომ მაგ პერიოდში რა დაგეგმილია და ზაფხულში კალენდარში რო იქნება ეს მონიშნული რომ პირობითად ოსკარ დე ლა რენტას ჩვენება. აუ რა მაგარი იქნება. ანუ იმის ჩვენება. როგორ ფიქრობ მოვესწრებით? აუცილებლად. სხვათა შორის მე გავხდი, ეგეც არ იცით? არ ვიცი, არაფერი ასოციაციის წევრი ვარ. და სხვათა შორის გაფას ორგანიზაცია, ესენიც აი ზუსტად მე რაც მინდა და მინდოდა სულ და გავაკეთე კიდევაც კრუიზი, უნდათ რომ რაღაცა დიდი პროექტი გავაკეთოთ ერთად და სხვათა შორის ძალიან ბევრი ისეთი ვიღაცები არიან დაინტერესებული, ვინც არმანის ჩვენება გაუკეთებია ისინი და ასე რომ ეს გზა ძალიან ახლოსაა. შიდა კონკურენცია და შიდა სამზარეულო როგორია ამ სფეროსი? ხო იცი რომ ყველგან არის რაღაცაები შიდა კი, შიდა ბრძოლების ეძახიან თუ რას ეძახიან. აი მაგალითად გამიგია რომ საოპერო კარიერის შიდა სამზარეულო ურთულესია. გამიგია არ ვიცი. ეს დიზაინერები ერთად რო დავდგეთ და ერთად რო ვიყოთ უფრო მეტ და კარგ რაღაცებს გავაკეთებთ რა. აი რაღაცა ეს კონკურენციის ამბავი არის. აი დამწყები დიზაინერები ზე მინდა ვთქვა რა მიხარია. აი რაღაცა ისეთ იმას გრძნობ რომ მაგადგან ბევრგან რომ რაღაცა ვაიმე პირიქით მინდა დამპატიჟონ მივალ კიდევაც რატო არ მივალ რაღაც აი რაღაცა თვითონ იჭერენ თავს ისე რომ პოზაში დისტანციაზე არის ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი ახლა ყველა არ მიიღოთ ისა მაგრამ აი პირიქით ხალხნო ჩემთვის ეს ძალიან ისაა რომ რამეთი შემიძლია რომ დავეხმარო იმიტომ რომ მეც გამოვიარე ეს გზა და ბევრმა დამეხმარა ქართული ერთგვარი ხო? ხო, ალბათ, ახლა აღარ თქვი ეგ სიტყვა. ბევრმა დამეხმარა, ბევრმა არ დამეხმარა და ვიცი ეგ ეს რაღაცები რაცა კონკურენტად კიდევ ვიტყვი რომ არავის არ თუ, იმიტომ რომ ყველას თავისი ნიშა აქვს. მეც ერთ დროს ვიყავი ნიუქამერი და მე რაღაცებს არასწორადაც ვაკეთებდი, რაღაცები ახლა რაღაცებს რო უყურებ არ მომწონდა. სკოლებიც არ გვაქვს საქართველოში ამ სფეროში. ხო? ესეც ხო პრობლემაა. კი, ესეც პრობლემაა. მე აი უფრო მასშტაბურ აკადემიებს გულისხმობ. სფერო უნდა განვითარდეს, იცი რატო? ჩვენ თვითონაც კადრები აღარ უყავს. კერვა აღარავის აღარ უნდა. კონსტრუირება აღარავინ აღარ იცის. იმიტომ რომ პერსპექტივა არ ჩანს ალბათ რა. იცი რა, მასეც ვერ ვიტყვი. აი ეხლა საქართველოში არ ჩანს თორე ანუ. საქართველოში რო იყოს სამკერვალო ქარხნები ძალიან ბევრი შეკოთი შემოტანა შეგვიძლია. საზღვარგარეთ, იმიტომ რომ არის ბევრი მონკლერ იკერება ქუთაისში, მაქს სპენსერი იკერება იმაში. კიდე შეიძლება რომ შემოივიდეს ეს ბრენდები, მაგრამ მუშახელი არ ყავს. მე არ ვიხდი დაბალ ხელფას, მაგრამ მომიყვანეთ კარგი მკერავი ვეძებ. დავიმატებ სიამოვნებით, არ არის. ამ ბიზნეს როგორც ბიზნეს, რამდენი ხანი დაჭირდა რომ ანუ მისი თავი ერჩინა, შემოსავალი მოიტანა. ჩემ ბიზნეს. აი რამდენი ხანი დაჭირდა? ვაიმე, რა ვიცი. ესე იგი მე რო დავამთავრე 2008-ში, 2010-ში დავიწყე ოფიციალურად ესე მაღაზია ყველაფერი. აი, რამდენი წელია გასული. ეხლა უკვე გავდივარ იმ ეტაპზე, რასაც ქვია ის საერთაშორისო გაყიდვები რა. რაც მოგებას მოიტანს და აზრი ექნება რომ ბიზნესმა. ხო, მანამდეც მის თავს რაღაცას უაშვენდა, ესე კი არ ვიყავი, მაგრამ სტაბილური ვერ იყო მაგ. ისეთი სტაბილური. აი, ეხლა ვარ იმ ეტაპზე, რომ ზუსტად ეხლა მიდის ჩვენთან დიდ საიტზე ვმუშაობთ, უკვე ონლაინ გვექნება მთელ მსოფლიოში მიწოდება და ეს ძალიან რთული ამბავია. ასე ყველაფერი ისე ჩანს. აბა რა. იოლად, მაგრამ მაგის დამზადება. მაგრამ საქართველოს თუ არ გასცდი ხო, ეს შემოსავალი არ არსებობს. არ არსებობს. არც მე ვფიქრობ, რომ მგონი არც ერთი ბიზნესი არ არსებობს თუ არ გაცდი. საქართველოს იმდენად პატარა ვართ ჩვენ.
არა, რაღაცებით კიდე იმას იზამ, ირჩენ თავს, მაგრამ ეს ძალიან ლაქშერ ის არის რაღაც სფერო. ხო, აი, ბევრი სუნდა რა, უფრო დიდი ბაზარი უნდა რა, უნდა აითვის. სხვათა შორის თაკო, სულ ახლა ხან ზაფხულში გავიცანი რაღაცა ძალიან კაი ადამიანები და პირველად გავიგე, რომ ყოფილა ესეთი ფაკულტეტი, ლაქშერული ცხოვრების მენეჯმენტი. ვაი, მე არ ვიცოდი. ეგ არ ვიცი სადა. პარიზში ყოფილა. ხო, მომეწონა. ხო, შეგვებარებია. საცალო ლაქშერულ ცხოვრებას. სამოდელო ბიზნესი იგულისხმება, სამოდელო სფერო რა და ძალიან. ძალიან მომწონს დღემდე გერმანელი ჯარისკაცების ფაშისტური ბოსის. უგო ბოსი. ხო და ამ ქართულ ნიჭიერ დიზაინერებს ეფიქრათ ჩვენ პატრულს რო ჩავაცვათ. ხო და არავინ არ გვეუბნება და გაგვაკეთებინო. ჩვენს ჯარისკაცებს რო ჩავაცვათ. სხვათა შორის მე ჩავაცვი აკადემიას. აი ზუსტად აქამდე მოვედი. აკადემიის ახალი ფორმები შენი შექმნილია. მოგწონთ? ძალიან მომეწონა მე. დიდი მადლობა. ხო და მე მგონი ამაზეც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რომ ქართულ დიზაინერებს შეაქმნევინოს ჯარისკაცის ფორმები. აჭარის ტელევიზია სხვათა შორის მე უკერავდი. გახსოვს? კი და სხვა საინფორმაციო დღემდეა ეს პიჯაკები. ჩვენ ამ ყველაფერს იმისთვის ლაპარაკობთ, რომ ამ სფეროს განვითარებას რაღაც პატარა ბიძგი მივცეთ შენი მაგალითი. როცა ღმერთი რაღაცას გაძლევს, ნიჭს, შესაძლებლობას, ხო, ეს რაღაცნაირად უნდა რაღაცა ნაყოფი უნდა მოიღოს ამან. აი, მინდა რომ ჩემი წვლილი, ჩემი რაღაცა, აი რაღაცა ამ ქალაქსაც მივცე. სერიოზული წვლილი შეგაქვს ამ ქალაქში, ამ ყველაფრის განვითარებაში და ეს მერე და მერე უფრო გამოჩნდება თაკო. სამი შვილი. ეხლა პარიზისთვის ემზადები შოურუმში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც დიდი ხანია ფიქრობდი შენ და რაღაცნაირად გადაწყდა ეს ამბავიც, ხო? ამაზეც გვიანბა და თან პარალელურად ისიც მითხარ, როგორ ახერხებ ამ ენერგიების მობილიზებას. ალბათ ეს ხელშეწყობა პირველ რიგში, ჩემი მეუღლის, ჩემი შვილების, ჩემი მშობლების, თორე აი მარტო ვერაფერს ვერ ვიზამდი. ხო. ჩემი გუნდის, რომელიც თავდაუზოგავად შრომობენ და თავდაუზოგავად აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იმ შედეგს მივაღწიო, რა შედეგიც მინდა. ხო და აი ალბათ კიდე პასუხისგებლობა, იცი? ხაზე იმდენად ჩემგან ელოდებიან რაღაცას. ხო? ვიცი ეგ რა განცდა. იცი ხო? აი ცოტა ელოდებიან, მე რა გეშინია, აი როგორ მარიცი, აი ცოტა მეშინია, რომეტი რომ აღარ გავაკეთო და აქ გავჩერდი რა ვქნა მე. და ეს ალბათ ეს მაძლევს მაგის აი pushing-ს რა მიდი თაკო ახლა მიდი არ გაჩერდე, მიდი გააკეთე, მიდი არ გაჩერდე, მიდი არ გააკეთე და ალბათ ეგ არის რა. და ეხლა პარიზში როდის მიდიხარ? პარიზში, ასე იგი Fashion Week-ის ფარგლებში, პირველიდან პარიზის Fashion Week. კი, ფარგლებში, ღებულობ ძალიან სერიოზულ შოურუმში მონაწილეობას. რა კოლექცია მივაკ? ეგ კითხვა რატო დამისი? შემოდგომა ზამთარი? არა. აბა? 20-26 Springs გაზაფხული ზაფხული, მაგრამ რა კონცეფცია? აბა? აჭარა. მართლა? დასმეუნები. აი, ხა რა არის? აი, ეგ ამაზე მინდა რომ ვილაპარაკო და მინდა რომ ხაზი გავუსმო და მინდა რომ ყველა მიცოდეს. ეს თემა, რაც მე ავიღე ახლა და გავაკეთებ, ძალიან საფრთხილო იყო ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ თემატიკა არის ესეთი აჭარული ნაქარგები, აჭარული, ორნამენტები. მაგრამ ეს ისეთი თემა იყო, რომ შევარდნაძესაა გაკეთებული, ძალიან მომწონს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ირმა შარიქაძესაა გაკეთებული, ძალიან მომწონს და ძალიან პატივს ვცემ. ბევრი დრო დამჭირდა იმის, მაგრამ როგორ უნდა გამეკეთებია, რომ ცოტა სხვანაირი ყოფილიყო რა, სხვანაირი ხედვით გამეკეთებინა, გამორჩეული. თაკოსეული. ხო, თაკოსეული და ზუსტად ეგეთი გამოვიდა. წეღა მკითხე, რომ შენ რა მნიშვნელოვანი შენ იმაში და ზუსტად ფერები, ზუსტად ის ფერები გავაკეთე, რაც არანაირ კავშირშია რა, აჭარულ ყვავილებთან, რა სხვა ფერია. ფორმა გამოვიყენე, ასევე სილუეტები, აი ევროპულად დანახული აჭარელი ქალი მინდა გაჩვენოთ. შევქმნით ჩვენი ქსოვილი. სუბლიმაცია გავაკეთეთ ორგანზაზე, ნატურალურ აბრეშუმზე და არის მოხატული, არის შარფები, აი ამ პრინტით და ძალიან საინტერესო. იდეების როგორ მოგდა? აი ძალიან საინტერესო, აი რა ვიცი, აი კონცეფცია, აი ეს ხომ მე მარტო არ გავაკეთე აჭარული ნაქარგები, ბევრ მაგაიტანა, მაგრამ იდეები როგორ მოგდის? აი იცი როგორ არის, ყველაფერი არის, როგორ გითხრა.
ინსპირაცია შეიძლება იყოს ყველაფერი. აი ყველაფერი შეიძლება რაღაცა არ ვიცი ეგ რა გავიარე და ეს წარწერა უცებ გახდეს ჩემი ინსპირაცია და ამაზე მთლიან. აი ეგაა საინტერესო. მოდა მას მარკეტი არ არის. ხო. მოდა არის ინსპირაცია, მოდა არის ისტორია, მოდა არის ჩვენი ცხოვრება. ყველაფერია რო იცოდე, პოლიტიკა, ჩვენ ამას ყველაფერს ვიყენებთ და კოსტუმებიში ვდებთ. აი, ქვეტექსტად ისტორია რო აქვს, ეგრეა კოლექცია უნდა ლაპარაკობდეს. მსოფლიო ეს გლობალური მოვლენები თუ ქმნიან მოდაზე გავლენას და აი ეს შინაარსებით, აი პანდემიის პერიოდი გავიარეთ, იქ ახლა რაღაცა ომიანობის პერიოდია. ეს ყველაფერი ქმნის რაღაც ტენდენციებს. მე მაგალითად პანდემიის პერიოდში გავაკეთე სპორტული ხაზი. ვერასოდეს ვერ ხო, წარმოვიდგინე. მახსოვს ხუდები. მე ვარ აი სცენაზე კუჭურის უქმნი, ოჭკუჭური რაღაცა და უცებ სპორტული, მაგრამ ეგ რო არ გამეკეთებია, ჩემი სახელოს დაიხურებოდა. გამოვიყენე, აი ეგეც ახე შენ ყვები ცხოვრებას რა, თუ არ უნდა გაჩერდე. დიდ სამოდელო სფეროში ხშირად არის ხო ალბათ ეს რაღაცა პლაგიატი თუ გამძვრალავ დიზაინერი პლაგიატით. ყოფილა ეგეთი. იცით რა, აი ბევრი რაღაცები, აი როდესაც კომერციულ ხასიათს იღებს. აი მაგალითად Fendi და Dior-ს ერთი პერიოდი ისე იყო, რომ ერთი და იგივე ჩანთები ქონდა, ჩანთის სახელურები ქონდა. აი ეს ტენდენციას მიყვება ისიც. ამას ვერ გაუვალ. აი ძალიან ემსგავსება ერთმანეთს მე კოლექციები. მე ვფიქრობ, რომ ამას არ ვამართლებ. არ უნდა იყოს. ყველას მისი უნდა კონდეს. და ბოლოსკენ მოდი მაინც ალბათ ყველა გოგოს და არა მხოლოდ ყველას გვაინტერესებს, როგორი ტენდენციები იქნება ეხლა ზამთარში. შემოდგომა ზამთარიც გვაინტერესებს და გაზაფხულზეც. ფერები გვაინტერესებს, სტილი, ბეწვი იქნება ისევ არ იქნება, ჭყვიალა და ყველაფერი გითხარით. მოკლედ, ახლა მე ალბათ ახლა ვფიქრობ ამ გადაცემას რომ შევხედავ, ვიტყვი რომ თაკო რამდენი ლაპარაკე აი შენ თავზე, რამდენი იქე თავი, მაგრამ რა ვქნა? საერთოდ არ უქია, აქო თავი. ახლა მართლა ვიქე. კი, სულ თავს იქნება. ეხლა მეკითხა უნდა თქვა რომ ტენდენცია არის ნაქარგები. ხო. მაგრამ აი ნაქარგებია. მაქმანები, ნაქარგები. აი ისეთი რაღაცები, რაც მე გავაკეთე ახლა. ლიმონის ფერი ძალიან აქტუალური იქნება გაზაფხულზე, ხო, ლიმონი, უფრო ლიმონის ფერი, ცისფერი ტონალობები, აი ზღვის, ოკეანის რაღაცა, ეს პერლამუტრი ფერები იქნება ტრენდში. აი ისევ და ისევ ეს ჭკველ რაღაცები რჩება. აი იცი კიდე როგორი ფერები, როგორი ფერთა შერწყმა, აი ერთმანეთს რო არ უხდება დაუშვათ ფერი, ფიქრობ რო არ უხდება. ვარდისფერი და იასამნისფერი ერთად. ვარდისფერის და წითლის სინთეზი მეზიზღება. ლურჯი და ეს ფერი ერთად. უი, რას ლაპარაკო? აი ესეთი ფერები ძალიან, აი ქვიშის ფერები, ოქროსფერი ტონალობები, ამოვარდნილი. ხო, აი ეგეთი ისინია ძალიან აქტუალური. პასტელური ფირუზისფერთან? პასტელური ფირუზისფერთან. მოდი ახლა ვნახოთ და გეტყვი ამაზე, აი შენი საჩუქარი. ჩემი თემატიკა იყო შარშანდელი, ისევ ბათუმი, 8 ფეხა. ხო, აი ესეთი შარფებია. როგორ მიყვარს 8 ფეხა? ბავშვობის დროინდელი ინსპირაცია. აი ყოველთვის მომწონდა. ძალიან ლამაზია თაკო. მადლობა. და ეს იყო ჩვენი დომინანტი ფერი შარშან. წელს ძალიან ტრენდული ფერია ეს. სარკე მინდა. ეს ფერები არის წელს აქტუალური. ფირუზის ფერი, მწვანე, რა ვიცი, ნუ შავი და თეთრი ყოველთვის. მე ცოტა კონფლიქტი მაქვს. მართლა? მე ხო პასტელური გოგო ვარ. ხო, მაგრამ შეგიძლია ფირუზის ფერი არის პასტელურ ფერშიც, ფირუზის ფერი მოგიხდება. უფრო ისეთი მკრთალი. მიხდება? თეოში ყველაფერი გიხდება. მადლობა, გიმომიჯო. ძალიან დიდი მადლობა რომ დამითმედრო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც შენ აკეთებ. მადლობა თქვენ და არა მხოლოდ და მინდა რომ აი ჩვენ რაც ვიოცნებეთ, რომ ბათუმში მალე, აი როგორც პარიზის კვირეულზე მიდიხარ ახლა. მაგათ სეტში გათვლილი ბათუმის კვირეულიც რო იყოს. მეცე გმინდა. ხო. მე ძალიან მიყვარს სკიაპარელი და მინდა რომ აი დავინახო ჩემს ქალაქში. დაინახავ. შენთან ერთად და ქართველებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ალამაზია ზოგადად. აქ არ ვიცოდი. ესაა ჩემი სახელოსნო. ამას ვებდია. ძალიან ბათუმური სახელოსნო რო გაქვს. ხო. აქ ცხოვრობს ვინმე თაკო? არა. არავინ არ ცხოვრობს? აქ პირველ სართულში ჩვენ რაღაცას ვაპირებთ, მე პირველ სართულში. აუ რა, კაი იქნება. აი სასწავლო რაღაცა.